მოგესალმებით, მეგობრებო. გონების მართულ პლანეტა მერკურზე მინდა გავაგრძელო საუბარი. რამოდენიმე კომბინაცია გავიარეთ. ისიც ახსენე როგორ არის მორიკური ჩვენ რუკაში, რას განაგებს ესე რომ ვთქვათ, როგორ შეგვიძლია გავიგოთ ადამიანი როგორ აზროვნებს. მისი ფიქრები, მისი აზრები რისკენ, საითკენ არის მიმართული, იმიტომ რომ სახლების სისტემაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომელ სახლში არის გონების მართული პლანეტა, ის პირდაპირ მიანიშნებს, რომელ სფეროსკენ არის ჩვენი გონება, ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები მიმართული. ნიშანი კი როგორ გამოხატავს ამ ყველაფერს და ასევე როგორი ენერგიით არის დატვირთული ადამიანის აზროვნება, ადამიანის გონება. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მერკურს ჩვენ ცხოვრებაში, იმის გარდა რომ ის ნათესაობას მართავს, ხელმოწერებს მართავს, შეთანხმებებს მართავს, მაგალითად როგორ ექნება ადამიანის კომუნიკაციის ფორმა, მთლიანად არის გონების მართულ პლანეტაზე, როგორი ნიშნებში არის, როგორი ასპექტები აქვს, მთლიანობაში უყურებთ ხოლმე, იქ პლუს მესამე სახლი, რომელიც მერკურის ენერგიის მატარებელი არის, კომბინაციურად ვკრიფავთ ხოლმე. წინა ვიდეოში განვიხილეთ, კირჩხიბამდე მივედით, გონების მართული პლანეტა როცა კირჩხიბში ხდება, ვერ შეხვდება, სახლები, ასევე მეოთხე სახლი და კირჩხიბი მსგავსი არის და ეხლა მერკური ლომი ვისაც აქვს, ხო? მერკური გონების მართული პლანეტა ლომში რო ხდებათ, მაგალითად როგორ აზროვნებს ეს ხალხი, ხო? ხაშეც ახლა ვისაც კარგად ისმის ასტროლოგია და უკვე იცნობს ადამიანებს, ადვილად შეარტყობს ხოლმე გონება, მარსი, მაგალითად ვენერა, იქაც შეიძლება ადამიანს ყავდეს, ხო, ასე თუ ისე. ლომი გამოირჩევა ძალიან დიდი როგორ გითხრათ, ლამაზად მოყოლის ხელოვნებით, მაგალითად თვითონ ლომს მართავს მზე, მზე არის მე უნდა ვანათებდე, ეს არის ლიდერული ენერგეტიკა მეგობრებო, მერკური როცა ლომში ხდება, ეს ადამიანი არის უფრო გულიდან წამოსული ხმით, მაგალითად, ნაკლები არის აქ პრაგმატული ლოგიკა ისეთი, რომ აი დეტალებზე იყოს ორიენტირებული, ეს უფრო მერკური ქალწულის თემა არის. მერკური ლომში ეს არის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად მეფურად შეიძლება ლაპარაკოს, უყვართ ძალიან საუბარი იმის გარშემო, რაც მათ აინტერესებთ, მაგალითად ყვებიან ძალიან მხატვრულად, გულით, ემოციით ყვებიან. ეს არ არის კირჩხიბული გრძნობადი გონება, მაგალითად, ან თევზური გრძნობადი გონება, ეს არის უფრო გულითადი, აი გულიდან რომ მოდის სიტყვა, აი ეს შეიძლება მერკურ ლომთან ძალიან ახლოს იყოს. მეხუთე სახლიც მსგავსი არის და მზე მერკური შეერთებაც დაახლოებით ამ ენერგიას იღებს, მაგრამ თვითონ უშუალოდ მერკური ლომი ესეთი ადამიანები საუბრობენ აი სცენაზე რო უყვართ დგომა. შეიძლება ერთ-ერთიც ლაპარაკობდეს ადამიანი, მაგრამ სცენაზე დგას, ხო? ეს რაღაც ის ემოციები, რაც ლომური ენერგეტიკა არის, ეს მეფური დიცულოვნებიც, ეს საუბრისას დიცულოვნებასაც გამოხატავენ მაგალითად, გამოხატავენ სითფოს საუბარში, ეს მერკური ლომი, ესეთი ტიპაჟები არიან, გაჩნია მთლიან რუკას, რა თქმა უნდა და ასპექტებსაც, მაგრამ ეს ყოველთვის გამოდის, ის დიცულოვნება, ის რაღაცა გულიანობა და მთელი გულით საუბარი, მთელი გულით მოსმენა სხვა ადამიანების მაგალითად, თანადგომა და ლიდერული ენერგია არის. მათ უყვართ გუნდში, როცა ლიდერები არიან, ფანტასტიკური გონება არის. იქ ლექციებისთვის მაგალითად, ან სცენაზე დგომისთვის, სცენა ყველანაირად იგულისხმება, მაგალითად, რაღაც პრეზენტაციებს ატარებდეს ადამიანი, გუნდს კრებდეს და ხელმძღვანელობდეს ამ გუნდს. მისი გონება არის ლამაზად ხატოვნად გამოხატვის ენერგიისკენ მიმართული, ხო? ესეთი წყობა არის ამ გონების. ძალიან კარგად შეუძლიათ, მაგალითად, სამსახიობო კარიერაში ვინც არის ამერკურით, გამოხატონ თავისი თავი ეს დრამატურგიაში, მაგალითად, ან რაღაც ისეთ საინტერესოდ მოსაყოლი არის. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი მყავს მერკური ლომში ადამიანები და ძალიან საინტერესო მოსაუბრეები არიან. ახლა მოსაუბრე ეს ანიშნავს დიალოგს, როგორც მერკურის ასწორი. ეს არის აი მთელი რომ მოინუსხები და უსმენ ამ ადამიანს, აი ესეთი გონება არის. ესე აზროვნებენ, ესე გამოხატავენ თავს მაგალითად. მისი გაჩნია ხა დაზიანებული თუ არიან, ადამიანსაც გაჩნია, მისი ცოტა უარყოფითი შეიძლება ის იყოს, რომ მაგალითად სხვების მოსმენა ნაკლებად შეიძლება აინტერესებდეს მერკურ ლომს.
და ეს არ არის პასიური, აი როგორც მერკური კირჩხიბი ჩუმად, მერკური თევზით თავისის დაჭდება, აი აქ უნდა იყოს დომინანტური და მას უნდა უყურებდნენ. ის არ არის ტიპაჟი, რომ ვიღაც სხვას უსმინოს. მე მაგალითად პირად ურთიერთობებში არ მქონია ამის პრობლემა, იმიტომ რომ მე მერკური კირჩხიბი ვარ და ასენაც მიყვარს ძალიან, მაგრამ იმდენად საინტერესო შეიძლება პატარა ისტორიაც მოყვეს ადამიანმა, ხო, აი რაღაც გადრამატიზიროს ზოგჯერ ან გაახელოვანო, აი ხელოვნების ენერგია არის ლომი და ისე შეიძლება ემოცია წამოიღოს საუბარში, ხო, ეს ემოცია გრძნობები, აი ცით როგორ ემოციას გეუბნებით, აი რაღაც დრამატურგია რო არის შიგნით, რაღაცა ესეთი აი ხელოვნების სცენაზე მაგალითად აი კარგ სპექტაკლს რო უყურებთ და რაღაც დიდი ემოცია მოხდეს, აი ეს არის ლომური ემოცია მაგალითად და აქ ფანტასტიკურად ავლენენ თავს. მერკური მეხუთე სახლშიც ის მსგავსი არის, აქ სცენაზე უნდა ყოფნა, თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებული, იმიტომ რომ ლომის თვითგანვითარების ენერგია არის, არიან ორიენტირებული მეზე, იმიტომ რომ მე ენერგია არის, როგორც მერკური ვერძი მაგალითად, ხო, როცა ყავს ადამიანს, რომ მე რამ სურს ამის გარშემო ტრიალებს ჩემი აზრები, ან მე როგორ ვხედავ ამას გამოვხატავ ძალიან ღიად, მერკური ლომიც მსგავსი ენერგია არის, ძალიან გამოხატავენ ინდივიდუალიზმს, ინდივიდუალურ შეხედულებებს და ძალიან მამაცად სხვათა შორის, აი ვერძიც და ლომიც ორივე ახლა მაინც ცეცხლის სტიქი არის, კი არის ვერძი უფრო კარდინალური ჯვარი და ლომში უფრო შედარებით ისეთ პასიური ენერგია არის, ვიდრე ვერძში ის ძალიან პირდაპირი არის, ხო? მაგრამ არის მაინც ძალიან დიდი დამოუკიდებლობა, აზროვნების დამოუკიდებლობა, ის არ დადგება და ის შენ რას ფიქრობ ძალიან დიდი დოზით, შეიძლება უბრალოდ იკითხოს, მაგრამ ის რომ სხვის აზრმა მასზე მოახდინოს დიდი ზემოქმედება, ეს ლიდერულ პოზიციებში, როცა მერკური არის ნაკლებად, ხო? მაგალითად, როცა მერკურ ლომთან გვაქვს ურთიერთობა, ნაკლებად რომ ის სულ მსმენელის როლში იყოს, მას აუცილებლად სჭირდება თვითგამოხატვა. მის გულში რადევს ის უნდა გამოიტანოს, ის უნდა ინდივიდუალიზმის მეს ენერგია უნდა გამოიტანოს აუცილებლად და ხილვადი გახატოს. აზრები, რომელიც არის უფრო ხილვადი. ეს უფრო გულიდან მოდის ეს აზრები, ხო, ეს არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ ლოგიკური, ეხლა ლოგიკა შეიძლება ყველა გონებას თავისი აქვს, ყველა ნიშას, მაგრამ ეს არ არის ცივი მშრალი საუბარი, ეს გულითადი საუბარი და შეიძლება მერკურ ლომს მაგალითად ძალიან არ მოწონდეს პრაგმატული მერკურები, თხის რქა, ხალწული, აი იმ ემოციას აქრობდეს მასში, ხო, რაც აქვს და ურთიერთობებში მათ ჭირდებათ ეს ემოციები, გრძნობები, დრამატურგია, რაღაც საინტერესოობა, აი ეს ჭირდება. შემოქმედებითი მერკური არის, ხო, აი შემოქმედებითობა, როდესაც რაღაც კრეატიულს ეძებ, რაღაც განსხვავებული, შენი აზროვნება არის უკვე ამაზე ორიენტირებული, რომ რაღაც ახალი განვითარების, პიროვნული განვითარების კუთხით ნახოს. ამიტომ არიან ძალიან კარგი სპიკერები ხოლმე, მაგალითად, ძალიან კარგები არიან ტრენინგებში. ასევე პედაგოგიკაში, სადაც სიტყვით უნდა გამოვიდეს, სცენაზე უნდა გამოვიდეს სიტყვით. ეს არის არაჩვეულებრივი მერკური ამ მიმართულებით, თუმცა ის რომ ჩასვა სადმე კუთხეში დასვა და რაღაც ფორმულები აწერინო, ამისთვის ნამდვილად არ გამოდგება იქ თუ რაღაც სხვა კომბინაციებიც არ არის, მთელ რუკას გააჩნია ხოლმე აქ. მაგრამ ეს მერკური, ну, აი ესე მუშაობს. რაც შეეხება მერკური ქალწული ზოდიაქოში, საერთოდ აქ მერკური ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი არის, იმ კუთხით რომ ქალწული ეს არის ანალიტიკა, ეს არის დეტალებზე ორიენტირება, მერკურის ფუნქცია თვითონ ჩვენ რუკაში ეს არის სუფთა გონება. გააზრება, რომ შეგვიძლია რაღაცების მოქნილი აზროვნება უცებ რომ მოვდგებით იქ რაღაცებს მოვახერხებთ ხა, აი ეს მერკურიანული ენერგია არის. და შესაბამისად, როდესაც ახლა ტყუპებში არის ერთ-ერთი კარგი მდებარეობა და ქალწულში თვითონ ამ პლანეტის გამოსახატად, თორე ხა რო გითხრათ, ჩემთვის მაგალითად მერკური ეს ტყუპები იმდენად არ არის პირადად ჩემთვის გეუბნებით. ხა საინტერესო როგორც მერკური მორიელი, ხო? ან მერკური კირჩხიბი, ან მერკური ავიღოთ რომელ კომბინაციაში?
საინტერესო ვერძიც ჩემთვის სხვათა შორის მერკური ვერძი ეს ძალიან კარგად შემიძლია ამ ენერგიებთან კონტაქტი მაგრამ თვითონ სტრუქტურულად ქალწულის ენერგია მერკურთან ეს არის მმართველი არის და შესაბამისად ერთ-ერთი ძლიერი ხა მერკური ქალწულის პოზიტიური მხარე რა არის ესეთი ადამიანები არიან ძალიან პრაგმატულები ძალიან სუფთა აზროვნება აქვთ, ან სისუფთავისკენ აქვთ. მიდრეკილება ქალწული თვითონ ჩვენთან სისუფთავის ენერგიასთან არის კავშირში. და სისუფთავი როგორც იცით, უნდა დავალაგო ყველაფერი, რაც ქალასური არის. არ უყვარს ასეთ ადამიანებს ბევრი ემოციის შემოტანა, ფიქრებში და აზრებში ან კომუნიკაციაში, რომ აქ ყველაფერი დაალაგებული უნდა იყოს, ყველაფერი ლოგიკაზე დაფუძნებული უნდა იყოს. ყველანაირი ქცევა უნდა იყოს ლოგიკური. ყველაფერი რაც ხდება უნდა იყოს გაანალიზებული. აი ეს მიმართულება და მიდრეკილება აქვს ამ ტიპაჟს მერკური ქალწულს. ასევე ძალიან კარგი ანალიტიკოსები არიან და შეუძლიათ უფრო ისეთი პრაგმატული გონება აქვთ, უფრო შეუძლიათ დეტალებზე ორიენტირება, მათემატიკური აზროვნება აქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მათემატიკას სწავლობთ და შეიძლება იქვე რაღაც სხვა ასპექტი იყოს, ხა ნეგატიური ასპექტი ქონდეს ნეპტუნთან მაგალითად და იქ უკვე ცვლის ხო სტრუქტურას მთლიანად, მაგრამ თვითონ არსი ეს არის ჩუმი დაკვირვებული ადამიანი, ხა მერკური ლომში და ვერჩი სულ აპარაკოს, სულ გამოხატავს თავს და ინიციატივიანები არიან. მერკური ქალწული ძალიან მშვიდად აკვირდება გარემოს, ანალიზს უკეთებს ყველაფერს, მე პრაგმატულად შეუძლია ეს დადოს ანალიზი. და ძალიან საჭირო არის ეს გონება, მაგალითად ისეთ საქმეებში, სადაც დეტალებზე ორიენტირება არის საჭირო, სადაც პრაგმატულობა არის საჭირო, იმიტომ რომ მიწის ენერგია არის ქალწული ჩვენთან და ეს მიწის და აი დამიწებული პრაგმატიზმი, ცივი, ყოველგვარი ემოციის და აღტაცების გარეშე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრ საქმეში და ძირითადად არიან ხოლმე ან ანალიტიკურ სფეროში, ან ბუხალტერიაში ძალიან კარგები არიან ამ მერკურის ხალხი, მაგალითად, იმიტომ რომ იქ დათვლა არის საჭირო ცივი გონებით, მხოლოდ ციფრებზე ორიენტირება, ესე ძალიან კარგად გამოდის. აი, მერკური ტყუპებში ცოტა სხვა ფიგურა არის, იქ არის საჭირო ბევრი ინფორმაციის გადამუშავება, იქ არის რაღაც ჰუმანიტარული ინფორმაცია, ქალწული უფრო მათემატიკურ აზროვნებასთან არის კავშირში და მათემატიკა პირდაპირ მნიშვნელობით არ გულისხმობა. აი, სადაც საჭირო არის რაღაცების დათვლა, რაღაცების დალაგება. მაგალითად, ხო? სისტემის აწყობაც ძალიან კარგად შეუძლიათ, აი გონება აქვს მიმართული ადამიანს, რომ რაღაცები დავალაგო უნდა ცხოვრებაში, მაგალითად, აი თუ იქნება ფსიქოთერაპევტი მერკური ქალწული, ეს იქნება ისეთი თერაპევტი, არა ის, რომ ემოციურად დაგიდგეს უბრალოდ, არა, დაგილაგებს. აი ხა შენ რომ ამაში ხარ, აი ამას გამოიწვევს. აი დაულაგებს კარგად, მაგალითად, ადამიანს ცხოვრებას, ხო? გარკვეულწილად ეს ქალწულის ენერგია არის და არა ის, რომ უბრალოდ გრძნობებში წავიდეს ხო ადამიანი. პლუს მერკურ ქალწულს ერთი ცოტა ნეგატიური შეიძლება ქონდეს ისიც გააჩნია ასპექტებს, ყველაფერი კმაყოფილობა, იმიტომ რომ კიდე უფრო სისუფთავი ჯობია, კიდე რაღაცის დალაგება ჯობია, კიდე არ არის ბოლომდე სრულყოფილამდე მიყვანილი, ხო? აი ეს ტენდენცია ახასიათებს ამ მერკურს და შეიძლება მწარე ენა ცოტა კრიტიკული, იმიტომ რომ ქალწულს კრიტიკულობა ახასიათებს ზოგადად აი სატურნი ქალწულშიც რო ავიღოთ ან დაღმავალი კარმული კვანძი ქალწულში ახასიათებთ აი ეს ცოტა მწარე ენა. იმიტომ რომ ნაკლებობა არის ემოციურობის და გრძნობელობის, აქ ცივი პრაგმატიზმი არის და ის შეიძლება უბრალოდ ისე იყოს ნათქვამი, რომ აქ არ იყოს ემოცია ჩადებული და ემოცია როცა არ არის ჩადებული, იქ ცოტა ვიღაცებს შეიძლება არ ესიამოვნოთ, ხო? მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ერთი ნეგატივი რისგან თუ არის ამის ტენდენცია განთავისობს, ან ეს არის სულ უკმაყოფილების შექმნება, რომ რაღაცა ბოლომდე არ არის დალაგებული, რაღაც ბოლომდე არ არის გარკვეული, ან ვიღაცას აკლია ცოტა პრაგმატულობა, მაგალითად, ხან საქმე ბოლომდე არ მივიყვანე, შეიძლება აი ობსესური ის კონტეს ადამიანს დამოკიდებულება, რომ სამსახურში ყველაფერი უნდა იყოს ესეთ მიწევნით მოწესრიგებული, ან თუ რაღაცა დარჩა ადამიანს დაუსრულებელი სამსახურში შეიძლება ობსესი კონტეს ხო მე. საერთოდ ქალწულს ახასიათებს ობსესური ხასიათი, რომ რაღაცები არის კიდევ
არ არის იმდენად გაკეთებული ყველაფერი როგორც უნდა იყოს, ხო? აი, ცა ყველაფერი მოწესრიგებული მინდა იყოს. აზროვნებენ ესე, რა მოვაწესრიგო, რა დავალაგო, ეს არ არის ქაოსური აზროვნება, პირიქით ეს ადამიანი ყველაზე კარგად ურთიერთობს, სადაც ნაკლები ქაოსი არის. სადაც ლოგიკა არის უფრო წამოსული წინა პლანზე და არა, აი, უბრალოდ არ ვიცი რატო გავაკეთე, ეს ნაკლებად შეიძლება ეს მოდეს მერკურ ქალწულს, ხო? იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი არის ყოველი ჩემი ნათქვამი, ყოველი ჩემი გააზრებული იყოს ძალიან პრაქტიკული, პრაგმატული, ლოგიკასთან ახლოს და ეს არ უნდა იყოს ქაოსთან კავშირში, ხო? უნდა იყოს პირიქით რაღაც არეულობის დამაბალანსებელი და დამალაგებელი, ისე რომ ვთქვათ, ხო? მოზომილობა ახასიათებთ საუბარში, მოთმინება, დაკვირვებულობა და ყოველ სიტყვას შეიძლება წონიდეს ზედმეტად, ხო? რომ აი ესე ვთქვა თუ ისე ვთქვა მაგალითად, ხო? ანუ ეს უნდა იყოს ყოველი სიტყვა ზუსტი, ლოგიკური, გააზრებული. შესაბამისად, აქედან მოდის ცოტა მოთმინება, ცოტა სიჩუმე. ხა ძალიან მოკლედ გიყვებით მე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ხა ცლად მაგალითად წელიწადში ორ ჯერ სკოლა მაქვს ასტროფსიქოლოგიის, ეხლა 9 ნოემბერს ამაქვს კიდე ახალი ჯგუფის მიღება, სადაც აქ უკვე თერაპიულად გავდივართ ყველა პლანეტას, ცალკე თეორიას ვხსნი და ცალკე მე სესიაზე გამომყავს ადამიანები ყოველ ან პლანეტაზე ან ასპექტზე და თერაპიულად გავდივართ, რომ გააცნობიეროს ადამიანმა ის ასპექტი. იმიტომ რომ მე შეიძლება ხა მოგიყვეთ მერკურზე, ესეთი ტიპაჟები არიან, მაგრამ მთლიან რუკაში როგორ ჯდება. პლუს ის როგორ არის თავის აი ამ ასპექტირებულ მერკურთან კონტაქტზე მაგალითად, ხო? რამდენად აცნობიერებს საერთოდ როგორ შეგვიძლია ასტროლოგია და ჩვენი თავი სინთეზში მოვიყვანოთ ერთმანეთთან, დავიხმარიოთ ასტროლოგია უკვე პიროვნულ განვითარებაში, ჩვენი თავი კიდევ უფრო ღრმად შევიცნოთ, გავაცნობიეროთ თუნდაც ასპექტები და ამას სჭირდება თერაპიული პრაქტიკა. თერაპიულ პრაქტიკას გულისხმობ, როცა ფსიქოლოგიას და ასტროლოგიას ვაერთიანებთ ერთად და იქ კარმული ასპექტები შედის, რა თქმა უნდა, იქ სატურნის ასპექტები შედის, ან მთელ რუკას თლიანობაში გავდივართ ხოლმე უკვე ესე ნაჭერ-ნაჭერ მთელი 2 თვის განმავლობაში და ძალიან საინტერესო არის ხოლმე ეს პრაქტიკები, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო არის. ასე რომ სიღრმისეულად, თერაპიულად გავდივართ იქ, რომ უკვე გააცნობიეროს ადამიანმა, შეიგრძნოს ეს ასპექტები. აი ეს შემთხვევაში ხა მე თქვენ რასაც გიყვებით, ხო ეს არის მონახაზი, როგორ შეგიძლიათ თქვენ გაიაზროთ, როგორ მუშაობს გონების მმართველი პლანეტა ზოგადად, ხო? როგორ შეიძლება აზრებში, ფიქრებში შემოვიდეს მაგალითად ხალწულური წესრიგი. რომელიც სხვა მერკურისთვის საერთოდ წარმოუდგენელი არის და აი აქ სინასტრეულ გაგებაში, როცა პარტნიორები ერთად არიან და ერთ საერთოდ სხვა ენერგიის მერკური ყავს და მეორე საერთოდ სხვა ენერგია, აქ შემოდის ხოლმე ცოტა დისონანსი, ცოტა გაუგებრობები, კომუნიკაცია რო არ დგება, ხო, რაღაცნაირად, რომ ეხლა როცა არის მიწის მერკური და წყლის მერკური, ამას აკლია გრძნობა, აი ძალიან ხშირად მქონია ესეთი პრაქტიკა, ახლა მე მაქვს მაგალითად მერკური კირჩხიბში და ზუსტად ჩემს ოპოზიციაში მქონია ადამიანს მერკური თხისქაში. და იმდენად აი ეს რაღაც გრძნობით რომ მიდიხარ და იქიდან სიცივე მოდის და არ ნიშნავს რომ სიცივე არის თხისქა, ეს არის გამოუხატავობა ემოციის, ხო? და ყოფილა რა ის სულ რაღაცა თან მიზიდულობა არის, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ეს და მერკურ კირჩხიბში ჭირდება ეს რაღაც სტაბილური სიმშვიდე, იმიტომ რომ ეს ამას ესაკლია და მერკურ თხისქას შეიძლება ქონდეს პირიქით ზედმეტი სიმყარე და ემოცია აკლდეს. აი ესეთ ოპოზიციებში ხშირად არის ხოლმე, ხონდა ეს არ არის დიდად ჰარმონიული ურთიერთობა, ეს არის უფრო რაღაცნაირი ბალანსის მოთხოვნილება შინაგანი, ხო? და ამ შემთხვევაში, როცა ქალწული არის აქ მერკური, რომელიც არის ძალიან სტაბილური, ძალიან პრაგმატული, ძალიან უემოციოც გარკვეულწილად, აქ შეიძლება მერკური თევზი იყოს მისთვის, ხო, რაღაცნაირად აი ესეთივე ოპოზიცია და მერკური თევზებშიც ეს არის მთლიანად გრძნობელობა გონების, ცოტა ბურუსი, მე გადავალთ ამ კომბინაციაზეც და აი ამის დალაგება მინდა. ეს ოპოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, და ეს მერკური იქნება თუ სხვა მზე მაგალითად იქნება თუ მარსი იქნება, ეს ოპოზიციური ენერგიები თან დაძაბულობას ქმნის სხვა ადამიანებთან, მაგრამ თან დიდი ინტერესიც არის, იმიტომ რომ მე თუ აქეთა პოლუსში ვარ, მინდა იქითა პოლუსი, ვინც დამაბალანსებს ხო გარკვეულწილად და აქ მოდის ხოლმე მერე თალად რო დაბალანსება არ გამოგდის და შენ ისევ გაკლია იმის მიღება, რაც შენ გინდა და მაგრამ თან კარგად გრძნობ ამ ან წესრიგში, ან პირიქით გრძნობებში თავს
და ესეც ცალკე პრობლემა არის ხოლმე, მაგრამ თუ ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, მე უფრო ნაკლებად პრობლემური არის, ნაკლებად სტრესულიც არის ესეთი კავშირები მაგალითად და ვიცით რომ ეხლა მე კი არ უნდა წვინდეს პირიქით მე ამისთვის ვარ აქ რომ ეს ბალანსი მივიღო. იმიტომ რომ ეს მე მაკლია სიტყვაზე, ხო? და აქედან შემოდის უკვე გაცნობიერებული ურთიერთობა ნაკლები დაძაბულობით და ნაკლები სტრესით. მერკური ქალწული უფრო აი ამ კუთხით ვლინდება რომ მე მინდა ანუ მკურნალო ხალხს მაგალითად სიტყვით, იმიტომ რომ ქალწული მკურნალობასთან არის დაკავშირებული, ოღონდ აი პირდაპირ ან წამალი ურჩიო, ან ვარჯიში ურჩიო, ან დავინახო რომ სადღაც უწესრიგო არის ეს ადამიანი და მინდა რომ ბალანსი მივცე, ხო? და აი ამით მკურნალობა გამოდიოდეს, თუ მერკური თევზი ორიენტირებულია რომ მე უნდა უმკურნალო ადამიანს გრძნობებით, ემოციით, უბრალოდ უპირობო მიღებით. ქალწული არის რომ მე მჭირდება რომ მე მას მჭირდები რომ ან დავარიგო, ან რაღაცა დაულაგო ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩემი გონება მუშაობს აი ამ ფორმატში, როგორ დავალაგო, როგორ მოვაწესრიგო, როგორ გავასუფთავო რაღაც სიტუაცია, ხო, მაგალითად ადამიანში ან სიტუაცია ჩემ ცხოვრებაში თუნდაც, ხო? მაგრამ თვითონ პროფესიებით მერკური ქალწულში მაინც უფრო დაკავშირებულია ზუსტი მეცნიერებები ან სიზუსტე სადაც არის საჭირო ზოგჯერ ხა შეიძლება იყოს ადამიანი მარსი ქალწული ან მარსი ისა მერკური ქალწული სამედიცინო სფეროში ან მათემატიკა სადაც არის საჭირო ზუსტი მეცნიერებები საიუველირო სფეროშიც კი მერკური ქალწული შეიძლება მანდ იყოს, იმიტომ რომ მისი გონება პირდაპირ უყურებს, ძალიან კარგად აანალიზებს იქ სიზუსტე სად არის გასაკეთებელი, ხო? ანუ არ არის საჭირო ხარ რაღაც ის მეცნიერებებში წავიდეს ადამიანი, მაგრამ მისი გონება კარგად პრაქტიკულად იყურება, დეტალებს უყურებს ძალიან მარტივად. ეს შეიძლება ბუღალტერიაში იყოს, ეს შეიძლება სხვა სფეროში იყოს, სადაც დეტალებზე აქვს ორიენტირება მაგალითად, ხო? ყველა სფეროში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი მერკური, ოღონდ იმ ენერგიით, ახლა მერკური ლომს რო უთხრათ, თქვენ ჩვენ დეტალებზე იყოს ორიენტირებული, როცა გული აქვს ანთებული, ცეცხლოვანი, ხო? და აი ეს მისი გონება და გული ერთად არის შეერთებული ფაქტურად და გამოხატავს შემოქმედებით და საერთოდ სხვა ენერგია არის, ვიდრე მერკური ქალწულში, ხო? როგორც ამავე დროს აი ხა ვენერა როცა არის ლომში და ვენერა როცა არის ქალწულში, სხვადასხვა ენერგეტიკული ველი არის საერთოდ და აქაც მოდის ხოლმე ცოტა გაუგებრობები და გაურკვევლობები. ამიტომ სინასტრიულ თემებს და ეს მეგობრებს ეხება, ეს ყველას ეხება ფაქტიურად, სადაც ჩვენ შეიძლება ჰარმონიულად ან დისჰარმონიულად ვიყოთ. სინასტრია აი ამ ყოველ დეტალს ითვალისწინებს, ყოველ დეტალს აზრების დონეზე, მერკურის დონეზე როგორ ვარ პარტნიორთან, ვენერას დონეზე როგორ ვარ, მარსის დონეზე როგორ ვარ. აი ამ ყველაფერს უყურებთ ხოლმე სათითაოდ და მე მანდ ხვდებით უკვე რა შრეებში გვაქვს თანხwebdriver და რა შრეებში არა გვაქვს თანხwebdriver, ხო, მაგალითად და ესე ძალიან საინტერესო არის. შემდგომ მერკური, გონების მმართველი პლანეტა სასწორში, ეს საერთოდ უკვე საერთოდ სხვა ენერგია არის, ისევ სასწორი ჩვენთან არის ჩვენ ენერგია და არა შენ ან მე ენერგია. მერკური სასწორი ამათი აზროვნება არის მიმართული, რომ ლამაზად გამოვხატონ თავი, აი თუ არის ვერძი, მე უნდა გამოვხატო ჩემი თავი. კურო, ეს არის მე შემოქმედებითად გამოვხატო ჩემი თავი, ხო, აი ვენერას ენერგია მაგალითად, ხო, აი ნატურალურად, ბუნებრივად, მომთმენად. თუ არის ტყუპები, რომ მე ინტელექტუალურად უნდა გამოვხატო ჩემი თავი, რომ ტყუპები ინტელექტი არის, ხო, აი როგორი სმარტი ვარ, როგორ სწრაფად პასუხი შემიძლია, როგორ უცებ მოფიქრება შემიძლია. თუ კირჩხიბი არის, რომ მე გრძნობით მინდა გამოვხატო ჩემი თავი მაგალითად, ხო, აი რა შეგრძნებები სხეულებრივი სუდა მაგალითად ქრომა. სხვა კამერაც ვერ დავიმაგრე. თუ მე მინდა სხეულით შეგრძნებებით გამოვხატო ჩემი თავი, ლომი ეს არის, მე გულით მინდა გამოვხატო ჩემი თავი. ქალწული, მე მინდა ანალიტიკურად გამოვხატო ჩემი თავი, მაგალითად დეტალებში, ხო? პრაგმატულად, ცივი პრაგმატიზმით გამოვხატო თავი. სასწორი არის, მე მინდა სილამაზით გამოვხატო ჩემი თავი, გრძნობით, სილამაზით. თუმცა ეს გრძნობა, შეგრძნება კი არ არის, ეს არის ესთეტური სილამაზე, ეს არის შინაგანი დახვეწილობა, მაგალითად შეიძლება ლაპარაკობდეს ძალიან ჰარმონიულად, ძალიან ლამაზად ადამიანი, შეიძლება ორიენტირებული იყოს უფრო, აი ერთ აზრზე ვიყოთ.
მაგალითად, ხო? აი შევთანხმდეთ, შეთანხმებებზე ორიენტირებული არის ეს მერკური, გარემოსთან გქონდეს უფრო ჰარმონია, ეს არ არის კონფლიქტური, ხო? ვერძი მერკური თუ მოვა და უცებ ისეთ სიტყვის, რომ ყველა შეიძლება ეს იყოს. ზოგჯერ შეიძლება პირიქით კარგათაც თქვას, იმიტომ რომ იქ ვიღაცები დასაცავი იყოს, სიმართლე იყოს, სათქმელი, ხო? და აი პირდაპირ მიაჯახოს ყველას, მაგრამ მერკური სასწორში ეს არის აზროვნება, ცოტა მერყევი. მოდი იმასაც გავუგოთ, ამასაც გავუგოთ. სასწორი ზოგადად არის საზოგადოებრივ აზრზე ორიენტირებული ნიშანი, როცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ხალხთან ჩემი ურთიერთობა. ვერძისგან განსხვავებით, ხო, აქ ოპოზიცია ვერძი რა არის, რომ მე არავინ არ მაინტერესებს, ჩემი აზრი არის აქ თავარი. და სასწორი ეს არის უფრო, რომ მე ისე უნდა ბაზროვნებდე, რომ ყველასთან ურთიერთობა შევძლო. აი მათი მოთხოვნილება ეს არის მეშვიდე სახლიც მსგავსი შეიძლება იყოს ან მერკური ვენერას შეერთებას გარკვეულად ესე შეიძლება იყოს გიждდებიან ესტეტურად მოსაუბრე ადამიანებზე მერკური ვენერაც ერთად ან თვითონ არიან ძალიან ესტეტურად მოსაუბრეები ეს არის გამოხატვა ხდება ძალიან ლამაზად და მერკურის სასწორიც იგივე არის ხო რომ ძალიან მე მინახავ ძალიან ბევრი ადამიანი თუნდაც კონსულტაციებზე რომ მოდიან ხოლმე ჩემთან მერკური ვენერათი და ისე ლამაზად დაგელაპარაკება ისე ესტეტურად, აი ვენერა ხო ეს არის რაღაც განწყობას შეგიქმნის ადამიანი, სასიამოვნო განწყობას ქმნის თავის თავზე და მერკური იგივე არის სასწორში, ან ვენერასთან ერთად ძალიან სასიამოვნო ხდება ურთიერთობა ადამიანთან, ძალიან ჰარმონიული, იმიტომ რომ ის ფიქრობს, აი თავის დაუნებურად ესეა მოწყობილი მათი გონება, რომ მე უნდა რაღაცნაირად სილამაზე შემოვიტანო ურთიერთობებში. აი ეს მერკური არის სილამაზე, ესტეტურობა უნდა შემოვიტანო. ჩვენს ურთიერთობაში უნდა იყოს ჰარმონია. ამ ჰარმონიაში ხდება რა, რომ თავარი არის ვენერას ენერგიის დაჭერა, ხო, რომ სილამაზით საუბარი, მოთმინებით საუბარი მაგალითად. თვითონაც ურთიერთობებში ეს არ არის, რომ ვენერა სასწორი მაგალითად, რომ მე ლამაზად უნდა გამოვიყურებოდე, ხო, ეს მერკური უფრო აზროვნება არის, მე ლამაზად უნდა ვსაუბრობდე. მე ლამაზად უნდა სილამაზე ეს რაღაც სიმშვიდეს უნდა გამოვხატავდე და ასევე ესეთივე ურთიერთობები მოწონთ ესეთივე ადამიანები რომლებთანაც ეს შეიძლება არა კონფლიქტური არის ეს მერკური არ უყვართ ძალიან ეჭვია შეუძლიათ გაჩუმდნენ და არაფერი არ თქვან თუ მათი სიტყვა კონფლიქტს გამოიწვევს ან გაუგებრობას ურთიერთობებში ძალიან დაზიანებული უნდა იყოს ეს მერკური რომ წავიდეს კონფლიქტზე მაგალითად და კონფლიქტს მე იმას არ გულისხმობ ხა ჩხუბი და წილკივილი აქ ელემენტარული არა მე არ გეთახმები ან ისე ლამაზად იტყვის, რომ მე არ გეთახმები, რომ გავდეს რომ მე გეთახმები. ეს სასწორული ლავირება შემოდის, ხო აქ და აი ეს არის მათთვის მთავარი, რომ შეიძლება არ ვიყოთ ერთ აზრზე, მაგრამ უნდა ვიყოთ დავრჩეთ ძალიან ჭიდრო ურთიერთობაში და ეს რომ მოხდეს იმდენად მრავალი მხრიდან შემიძლია პრობლემის ანალიზი სხვადასხვა კუთხიდანაც დავინახო, ისე ლამაზად დაუხსნა ადამიანს, რომ ვერც გაიგოს, რომ მე რამეს ხო უთხარი. აი ეს ახასიათებს ამ მერკურს და მე ჩემთვის ხა მე როგორც ბევრი პლანეტა სასწორში ძალიან სიამოვნებს ხოლმე მერკურს სასწორელებთან, იმიტომ რომ საზღვრების დაცვა იციან ძალიან, თუმცა ვერძებთანაც კარგად ვარ, მარსი მერკური ერთად ყავს. მაგრამ აი ძალიან სასიამოვნო არის ის დიპლომატიური, ის ჰარმონიული უნარები, რაც მათ აქვთ, ხო და ის საზღვრების დაცვა, მაგალითად, როდესაც მე წონი სასწორი, რას ვიტყვი, ხო, როგორ ვეტყვი ადამიანს, მაგალითად, აი ეს მათ ძალიან კარგად აქვთ. ნეგატიური შეიძლება ეხა იყოს ყველა მერკურს აქვს თავის პოზიტიური ნეგატიური მერყეობა, ანუ თქვა არ ვიცი. ეს ვიყიდო თუ ის ვიყიდო არ ვიცი, ანუ სასწორული მერყეობა შემოდის. შემოდის საზღვრების დაუცველობა, საკუთარი საზღვრების თუ დაზიანებული არის მერკური, აქ შეიძლება რომ ყველაფერზე ვეთანხმები ადამიანს, ოღონდ ჩვენ შორის კონფლიქტი არ მოხდეს და გარკვეულწილად უპირატ ურთიერთობებში შეიძლება აქ პრობლემა გამოვლინდეს, რომ გამოდის, რომ ვერ გების ხვებს სულ და მე ჩემი
შინაგანი სურვილები არის გაუთვალისწინებელი გარკვეულწილად. ან ვერ წყვეტენ ხოლმე ის ავარჩიო თუ ეს ავარჩიო, ნებისმიერ რაღაცას ეხება ეს არჩევანი, მანქანა ეს ვიყიდო თუ ის ვიყიდო, დასაცმელი, პარტნიორი ეს უფრო მოწონს, ისე რაღაც კუთხით ცოტა გაორება მოაქვს, ხო, აქ სასწორს მოაქვს ცოტა ისეთი დაუბალანსებლობა შინაგანად, იმიტომ რომ ძალიან არის დამოკიდებული ასევე სხვების აზრზეც და სხვების აზრზე რა კუთხით გეუბნებით, იცით, ეს სად ჩამწევი არის. ნენელა ჩამოიწია. იცით როგორ კუთხით გეუბნებით სხვების აზრზე, ისე იქ რომ კონტაქტი იყოს, ურთიერთობა შედგეს და არ დავრჩე მარტო. იმიტომ რომ ეს მერკური იშლება, როცა ვიღაცასთან ერთად არის კონტაქტზე, როდესაც შეთანხმებები არის საჭირო, როცა სხვების მოსმენა და სხვების გაგება არის, საერთოდ სასწორი თურებია ხოლმე რუკაში, აი ეს არის მნიშვნელოვანი, სხვებთან იზრდება ადამიანი ურთიერთობებში და მერკურიც ეს არის მეშვიდე სახლშიც ანალოგიური, რომ მე მჭირდება ურთიერთობები, მე სხვებთან ვიზრდები და აზრები და ფიქრები ჩემი სხვებთან არის დაკავშირებული, ხო, რამდენად შემიძლია ურთიერთობა სხვებთან და გავცვალო ეს ენერგია, ხო? ეს არის სასწორული მერკურის ენერგია, ბებმა შეიძლება თავი იცნოს მარტივადაც აქაც და შემდეგ ერთი მერკურ მორიელზეც გავაკეთებ პატარა ჩანართს და შემდეგ მოვიტოვებ დანარჩენებს მერე გასავლელად. მერკური მორიელი ასევე ძალიან განსხვავდება სასწორისაგან, სასწორი თუ ესთეტიზმი, სილამაზე, ურთიერთობები. მერკური მორიელში წყლის ენერგია არის უკვე და ეს არის სიღრმეები. ადამიანებში ან გარემოში აინტერესებს სიღრმე ემოციური, მაგალითად, ხო? ემოციური როგორ დონეს იცით, რომ მერკური მორიელს ახასიათებს რაღაცების ამოტანა, მაგალითად, მათი აზროვნება ორიენტირებული არის ის სიღრმიდან რაღაცა ამოვიტანო, მაგალითად, ხო? შეიძლება ორიენტირებული იყოს ადამიანი რაღაც დაფარული ამოიტანოს ვიღაცისგან, ამიტომ ხშირად არიან ხოლმე ჩუმად დამკვირვებლის როლში, შეიძლება ქალწულს შევადაროთ აქ, ოღონდ ქალწული თუ ამ სიჩუმეში ეძებს ესე დასალაგებელ რაღაცებს, მერკური მორიელი ეძებს აქ აი იმ ღრმა დაფარულ ენერგიას, რომელიც შეიძლება ან ადამიანში იყოს, ან სიტუაციაში იყოს, ან ისტორიაში იყოს, ხო? აინტერესებთ ცოტა ან ეზოთერული თემები, ან ასტროლოგიური თემები, ან რაღაც, ან ფსიქოლოგია ინტერესებს, ძალიან კარგი ფსიქოლოგები გამოდიან, წყლის ნიშნებს ზოგადად ეს ფსიქოლოგიური მიმართულება ძალიან კარგად შეუძლიათ. ოღონდ მერკური მორიელი განსხვავდება სხვა წყლის სტიქიებისგან, რომ ანალიტიკური აზროვნებაც აქვს მერკურ მორიელს, რომელიც კირჩხიბს და თევზებს მაინც არ აქვს, იქ სუფთა ინტუიცია არის და გრძნობა. და აქ ანალიტიკაც არის, იმიტომ რომ იცით, რომ პლუტონი ჩვენთან რაღაც ანალიტიკურ ენერგიას ატარებს, ეს არის დროსა და სივრცეში. მე ინტუიციურად, ანალიტიკურად ვიგრძნო რაღაცეები და ეს აზროვნება, ეს არის ანალიტიკური, ძალიან ხშირად არიან ხოლმე, იცით, როგორ სფეროებში. ანუ პირდაპირ ანალიტიკური სამსახური, როდესაც რაღაც უნდა დადო, კვლევა, ანალიზი, იქნება ეს ფინანსური ანალიზი, მაგალითად, ფინანსური ანალიტიკოსები ხშირად არიან, იმიტომ რომ მორიელი კუროს ღერძი ზოგადად ფინანსებთან არის კავშირში. ფინანსური ანალიტიკოსი, ბიზნეს ანალიტიკოსი შეიძლება იყოს მერკური მორიელი, რისკების შემფასებელი შეიძლება იყოს, მათი აზროვნება მუშაობს უსაფრთხოებაზე, საკმაოდ ეს იქნება როგორც ტექნოლოგიური უსაფრთხოება, მაგალითად, ან ფინანსური უსაფრთხოება, შეიძლება უბრალოდ იყოს ადამიანი ფსიქოლოგიაში, სადაც ფსიქიატრიას სწავლობს და სადაც ღრმა პროცესებს, ქიმია, ბიოლოგიის დონეზე სწავლობს. კარგი ექიმები გამოდიან, კარგი მკვლევარები გამოდიან, მერკურის ხალხი და ძლიერი გონება არის საკმაოდ. ნუ ახლა თუ მთლად ისეთი არის ადამიანი წაწახებული რუკით და არ აქვს ეს უნარები, ახლა ისეთი ძლიერი, მაინც აზროვნებს ეს ადამიანი სიღრმისეულად, ინტუიციურად და შეიძლება ეს ინტუიციური აზროვნება იყოს, როგორც იცით, რომ აი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ან იტყვის ისეთ რაღაცას ადამიანი, რომ მე შეიძლება მოხდეს ეს, ხო? ეს არ ნიშნავს წინასწარმეტყველებას, ეს არის ინტუიციურად სხვა ლოგიკით ხედავენ, როგორ შეიძლება განვითარდეს რაღაც სიტუაციები და მოვლენები. ნაკლებად რომ თუ კარგი მერკური არის ეს კარგად გამართული, ნაკლებად რომ შეცდეს არჩევანში, ან გადაწყვეტილებებში მაგალითად ესეთი ადამიანები, რომ უფრო წინ ინტუიციას აყენებენ წინ, ხო?
ცოტა მძიმედაც შეიძლება საუბრობდეს ესეთი ადამიანი, აი მერკური პლუტონი კიდე უფრო მძიმე არის, იმიტომ რომ პლუტონი თვითონ მძიმე ენერგია არის და ვერ შევადარებ როგორც მერკური ვენერა მაგალითად, ხო, ერთად, იმიტომ რომ პლუტონი უკვე მძიმე ენერგია არის, ეს შეიძლება იჭვიანობა შემოიტანოს უკვე ძალიან დიდი პლუტონმა, ან უსაფრთხოებასთან პრობლემები გარკვეულწილად, აი სიტყვა პლუტონი მერკური, რომ ჩემთვის უსაფრთხო არ არის, ხო? და მე უნდა დავმალო ყველაფერი, რომ ვიღაცამ არ გამოიყენოს. მერკურ მორიელს მთლად ესეთი რაღაცა არ აქვს, თუმცა მაინც არიან ჩუმად, უფრთხილდებიან მაინც თავის ინფორმაციას, იმიტომ რომ უსაფრთხოებაზე არიან ორიენტირებულები მაგალითად, მაგრამ არა აი ესეთი აკვიატებით, როგორც მაგალითად პლუტონს ახასიათებს უკვე ხო, როგორც პლანეტარულ ენერგიას, იმიტომ რომ პლუტონი კიდევ უფრო მძიმე ენერგია არის, ვიდრე მორიელი და მძიმეს კაი გაგებითაც ვიძახია, აქ ნეგატიური გაგებით არა. ამავე დროს ამ მერკურს, ან მერკური მერვე სახლში ანალოგიურად ანალიტიკური გონება არის, ეს არის კრიზისებში რო იშლება გონება კარგად, კრიზისულ სიტუაციებში კარგად ხვდება ეგრევე გონება, რომ როგორ მოვაგვარო, ეხლა ეს ხშირად ამბობენ ხოლმე ეგ წერია წიგნებშიც, რომ მერკური ვისაც მერვე სახლში ყავს, აი ძალიან მარტივად შეიძლება მოხოდოს ბიზნესი, რაღაც და ის რო იყო აი კრიზისულ სიტუაციაში თუნდაც რომ კოვიდის პერიოდში რომ იყო ბიზნესი სამედიცინო მეების ხო ატრიბუტების აი მან მერკური მორიელი მოხდავს უცებ მაგრამ ბიზნეს და გამდიდრდება სიტყვაზე ან მერვე სახლელი ხო კრიზისი შეიქმნა ეხლა ზუსტად ვიცი როგორ შეოფული ეს ყველაზე მარტივი დახასიათებად რომ ავიღოთ მაგალითად ეს მერკური მერვე სახლისთვის უფრო არის კარგად დამახასიათებელი მაგრამ ცოტა ნეგატიური კუთხით შეიძლება იყოს ადამიანის გონება, რომელიც არის სულ კრიზისებზე ორიენტირებული. ხა რამე არ მოხდეს, ეხლა ამისთვის ვსად უნდა ვიყო, მისი ფიქრები სულ იყოს აქეთკე, ხო, მიმართული. მერკური მორიელის გარკვეულწილად ამ ენერგიაზე არის, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქად, იმიტომ რომ მერვე სახლი ცოტა რთული ენერგია არის ჩვენთან. ნუ ვის როგორ აქვს, ხა ზოგი მართლა ხო გეუბნებით ბიზნესის კუთხით ძალიან დიდ ფინანსებზეც შეუძლიათ გავიდნენ. თავისი მოქნილი გონებით მაგალითად და სხვების ფულიც არის მერვე სახლი და მერკურს ძალიან კარგად შეუძლია აქ მოლაპარაკებები და შეაბას მაგალითად კლიენტები ან პარტნიორები რომ ფული რაღაცებში და ჩაიდოს. ეხლა თუ ბიზნესის კუთხით არის ადამიანი, მაგრამ ესე ძალიან კარგი გონება არის რაღაცების აღმოსაჩენა, აი ლაბორატორია მარტივად რა ვუყოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? ლაბორატორიაში შეიძლება ძალიან კარგად იყვნენ, რომლებიც არიან ორიენტირებულები, აი რაღაცები გამოიკულიონ, რაღაცები აღმოაჩინონ გარკვეულწილად, ხო? ეს მორიელის თემები არის. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ურთიერთობებში, აი ჩვეულებრივ ურთიერთობებში, აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა თუ მერკური კიჩხიბი და მერკური ქალწული ერთად ვერ არიან, მერკური მორიელს შეუძლია ქალწულთან ურთიერთობა მშვენივრად, იმიტომ რომ აქაც არის მოთხოვნილება უსაფრთხოების და სიმშვიდის, იმიტომ რომ გონება არის ღრმა გრძნობებით, რომელსაც ვერ გამოხატავს, თევზები გამოხატავს, მაგალითად კიჩხიბი გამოხატავს, მორიელი ამას ვერ გამოხატავს, ხო? და შეიძლება კონდეს ადამიანს აი უსაფრთხოებაზე აქცენტირება, რომ აი ადამიანთან ურთიერთობა ჩემთვის უნდა იყოს უსაფრთხო, მე უნდა ვენდობოდე, იმიტომ რომ მორიელისთვის ნდობა პირველი არის. თვითონ მორიელი ეს არის, რომ ხა ეს გონება ღალატს ან უარყოფას ან ნეგატიურ ქცევას ვერ დაივიწყებს და აქ ხა ქალი და კაცის ღალატზე არ არის ლაპარაკი, ღალატი შეიძლება იყოს მაგალითად შეგული გაუხსნა ადამიანს და იქიდან უბრალოდ ცივად შემოგხედონ, ხო? ესეც ვიღაცებისთვის ეს უფრო ღალატი არის, ხო? გარკვეულწილად ძალიან პირობითი არის. აი ესეთ რაღაცებს მერკური მორიელი არ ივიწყებს. მერკური ტყუპი თუ გაატარებს ისე რომ ვერ დაინახავს სიტყვაზე, აქ რაღაცა იყოს, მსუბუქად უყურებს ცხოვრებას. მერკური მორიელი აზროვნება ღრმად აღიქვამს სამყაროს. ღრმად უყურებს ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ქცევას და ნებისმიერ ურთიერთობას. აი ეს არის განსხვავება, ხო? მათთან, ასე ვიცი, თამაში ნაკლებად გამოვა. სერიოზული მერკური არის, სერიოზული ენერგეტიკის, სერიოზული სიღრმის, რომელსაც არაფერი არ ავიწყდება და ძალიან კარგად იციან წყენის დამახსოვრება ზოგადად და ეს წყენა იმიტომ კი არ არის, რომ ბოღმა არის, ხა ზოგჯერ წერია ხოლმე რა. ბოღომები კი არ არიან მორიელური ენერგეტიკის ტიპები, აქ მზე მორიელზე არა მაქვს რა თქმა უნდა საუბარი. ეს არის უსაფრთხოება, მთავარი, რომ ადამიანი თუ მე გადამაგდებს, ის ყოველთვის გადამაგდებს. ესე იგი მე
მასთან ბოლომდე კონტაქტი უნდა შევსხუთო. ენერგეტიკა ეს არის მორიელი ჩვენთან და ენერგეტიკულად იცავენ ხოლმე თავს ამითი, რომ მე რო ბოლომდე ვენდო ადამიანს, მე უბრალოდ კი არ ვენდობის სიტყვით, მე ვიხსნები ენერგეტიკულად ადამიანისთვის, ხო ეს მერკური მორიელში, ვენერა მორიელში, მაგალითად მარსი მორიელში ესე მუშაობს, ხო? აქ სატურნი მორიელში, ზოგადად მორიელური ენერგეტიკა არის მიმართული ამისკენ, რომ მე ენერგეტიკულად უნდა გავეხსნა ადამიანს და თუ ამ ჩემს ენერგეტიკულ გახსნადობას მოყვება ნეგატიური რეაქცია, მაშინ მე ვკარგავ ენერგიას. აი ეს უფრო ფილოსოფიური არსი არის მორიელის ამას ჩემს სკოლაში უფრო კარგად ხსნი ხოლმე პირდაპირ გამოცდილებებით და თერაპიებით, მაგრამ აი ესე მარტივად რო გითხრათ, სატურნი მორიელში რატო შეიძლება იყოს ჩაკეტილი, არავის არ ენდობა ხო შინაგანად, იმიტომ რომ ენერგია რომელიც არის უხილავი და მე თუ ენერგეტიკას გაუხსნი ადამიანს, ხო, აქ უკვე კონფლუენცია არის რაღაც დონეზე, იმიტომ რომ მორიელი ზუსტად სხვებთან ერთობლიობას გულისხმობს, ეს ცალკე პერსონა აღარ ახარ, ხო? ერთიანი ხდები ადამიანთან, ეს ენერგეტიკულ ველს გულისხმობს. ხო, როცა არის ხოლმე ენერგოდაბინძურებები, რომ ამბობენ რა მოხდა, რატო უნდა მიიღო სხვისი ენერგია შენ, ხო? იმიტომ რომ სამყარო კავშირში ვართ ერთმანეთთან, ყველანი რაღაც ზონეზე კავშირში ვართ ერთმანეთთან და იმ ენერგეტიკულ ველში რო ტრიალებ შენს, იღებ ამ ენერგეტიკას. აი სუბტიპური მორიელური ენერგია, რომელიც არ ჩანს. და ხილვადი არ არის, კურო თუ ხილვადი არის, ხელფასია, იქ ნივთები არის, მორიელი არ არის ხილვადი. ამის დანახვა არ შეიძლება და აი ეს გონება აი ასეთ რაღაცებს ხედავს. სად ღირს ენერგიის ჩადება და სად არ ღირს ენერგიის ჩადება, სად დაიკარგება ეს ენერგია, ეს ფინანსური მენეჯერები ოღონდ უფრო დიდ ფინანსურ თემებზე და არა ეხა ხელფასები დავარიგო. ეს მერკური ძალიან კარგად მუშაობს, ეგრევე ხვდებიან, აქ ღირს ენერგიის ჩადება, აქ არ ღირს. მორიელი გაცილებით უფრო სიღრმისეული ენერგია არის, ვიდრე ესე ჩანს ხოლმე, ხო? გარკვეულწილად ვიდრე იციან საერთოდ. და აი ამ ენერგიის თემასთან ძალიან დიდი კავშირი აქვს მერკურ მორიელს. მერკურ მერვე სახლს, მაგალითად მერკური პლუტონი ერთად, ხო? აკვიატება, ზედმეტად უსაფრთხოების განუცდელობა შეიძლება დაზიანების შემთხვევაში იყოს, რომ მე აი თუ არის დააზიანებული მერკური მორიელში, მაგალითად, ხო, მე ვიღაცებს რაღაცები უთხარი და იმათ ან გამთქვეს, ან მიღალატეს, ან ენერგია დავხარჯე, ყველა მაგალითად, ან რაც არ უნდა იყოს, მე მაინც ჩემი გონება ძლიერი არის, მე ვიტან რაღაცებს, ხო, ეს სამტანობის სხვა კუთხით თუ განვითარდება ადამიანი, აი ეს სამტანობის ენერგია ძალიან ძლიერად ვლინდება ხოლმე. რაღაც ზონეზე მე მგონი აგიხსენით, მერკური როგორ მუშაობს, ნიშნებსაც ხვდებით უკვე იჭერთ სავარაუდოდ. ის ხსნი რომ უნდა დაიჭიროთ, მაგრამ მაინც ეხა მე რასაც ლაპარაკო ხოლმე თქვენთან მერკურზე რო გიყვებით, ხო? აი ნიშნებზე როცა ლაპარაკობ და პლანეტებზე, თქვენ შეგიძლიათ უკვე არსი დაიჭიროთ ნიშნის, რომელიც მე შეგიძლიათ უკვე სხვა პლანეტებთან კიდევ უფრო სიღრმისეულად გაცნობიეროთ, ხო? ნიშანი როგორ მინდება, თუნდაც მორიელზე რო ლაპარაკობ, თუნდაც კირჩხებზე რო ვილაპარაკე, თუნდაც ლომზე რო ვილაპარაკე, ისეთ რაღაცეები შეგიძლიათ დაიჭიროთ, რაც გამოიყენოთ უკვე სხვა ინტერპრეტაციებში, ხო? დამოუკიდებლად და თუნდაც როცა პლუტონზე ვლაპარაკობ, ხა შეიძლება მზე პლუტონი ყავდეთ, ხო? ან ნეგატიურ ასპექტში მაგალითად, ან ოპოზიციაში, ან შეერთებაში და ამ პლუტონურ ენერგიას უფრო კარგად დაიჭერთ. და აი ესე იდება, აი ფაზლები ვითიდება, ასტროლოგია ესეთი არის, მე რომ პატარა ფრაგმენტზე გელაპარაკებით. წინა 700 ვიდეო მაქვს სხვა ფრაგმენტებზე. და ნენელა შეგიძლიათ ეს მართლა 700 ვიდეო მაქვს ოღონდ დადებული წელზე შევამოწმე. და აი ამ ფრაგმენტების დადებით შეგიძლიათ უკვე რაღაც დიდი სურათი შექმნათ. ხო, თქვენი რუკის დიდი სურათი უკვე და მე მგონია რომ სასარგებლო არის ხოლმე ესეთი ინფორმაციები, როცა არა გვაქვს თან ქართულ ენაზე, ახლა მეგობარს ველოდები სალონში. დრო ვიხელთე, თანაგერ წიგნიც ვიდოს, სასაკითხი ჩემი ფსიქოლოგიის. ხო და თან თქვენს გვეჭარავეთ. ეს მარსიტყუპი ესეთი მოხერხებული გოგო ვარ ამაკლეთ. ველოდები თქვენს კომენტარებს ხოლმე, ძალიან დიდი ყურადღებით ველოდები თქვენს შეხედულებებს, მაგალითად, რომ დამიწეროთ, მაგალითად, როგორ ხედავთ ამ
რკურს თუნდაც რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად ხოლმე მე ვითვალისწინებ ყველას აზრს ხოლმე მეტ ნაკლებად როგორც ვახერხებ ესე რომ ვთქვათ და მოკლედ გელოდებით კომენტარებში გელოდებით დროებით აბა